საქართველოს სწავლებაში დაახლოებით 20 წელი აღარ. გარდა ამისა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერიც ვიყავი. პარალელურად შეიძლება ესე ვთქვათ, მუშავია გდანის კოლეჯში, IT აკადემიაში, იტვეტი რო ერქვა იმ დროს, შემდეგ ილიას უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, სხვადასხვა დროს და გამწუჩს თავისუფალია. მოკლედ, რაზე მინდოდა გამიმახვილებინა ყურადღება, ზოგადად ამ სპეციალობაზე რამდენად საინტერესოა, რამდენად საჭიროა და ჩვენს გარემოში განსაკუთრებულად ძალიან რთულია მოიძებნოს ადამიანები, ვისაც ხარისხიანი IT განათლება აქვს. ძალიან კარგია პროფესიული სწავლებაში, რომ შემოვიდა, ესე ვთქვათ, ეს სპეციალობები, საკმაოდ მოთხოვნადიც არის. და ერთი რაღაცა შემიძლია თქვა, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ მით უმეტეს თუ პროფორიენტაციის ცით ხართ დაინტერესებული, ან თქვენ გინდათ, რომ რაღაც აირჩიოთ თქვენთვის პროფესია, რომელიც თქვენთვის საინტერესო იქნება და ამავე დროს შემოსავალსაც მოგიტანთ, ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ ის მიმართულება და IT-ში მიმართულება უამრავია. ჩემს კარგად იცით ალბათ ამის შესახებ. საერთოდ ადამიანის ცხოვრებაში და თუ ადამიანის უნდა წარმატებული ცხოვრება ქონდეს პროფესია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შენ გიყვარდეს შენი საქმე, მაშინ ძალიან კარგად აკეთებ მაგ საქმეს, გულიანადაც აკეთებ და დასაქმების პერსპექტივებიც ყოველთვის გაქვს. რაც შეეხება საერთოდ პიროვნულ მახასიათებლებს ადამიანისას, ვისაც უნდა IT სფეროში იმუშაოს, მე ვფიქრობ, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ცნობის მოყვარეობა ერთი, მეორე სიახლეების თან სწრაფად შეგუება და სიახლეების შესწავლა, იმიტომ რომ IT ისეთი სპეციალობაა, რომ თუ მუდმივად სწავლობ. მუდმივად სიახლეებია და არასოდეს არ უნდა გაჩერდეს შენს პროფესიულ განვითარებაში. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აირჩიოთ ის მიმართულება, რომელიც თქვენთვის ყველაზე საინტერესოა. ეხლა IT ხოქსელები და სისტემები, IT არქიტექტურა და ასე შემდეგ ოპერაციული სისტემებიც, მაგრამ ტექნოლოგიებში შედის ასევე გრაფიკული დიზაინიც, ხო? ან თუნდაც იგივე ახალი თემა და დასაქმების კარგი პერსპექტივა, ეს არის ხელოვნური ინტელექტი. აი მარტო ხელოვნური ინტელექტს რო შეხედოთ, რამდენი მიმართულებით, რამდენი ახალი სპეციალობა შეიქმნა და არის შესაძლებლობა, რომ დასაქმდე, გაინტერესდე, განვითარდე, მარტო გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტზე თუ ვისაუბრებთ, ხო? სურათების გენერაცია, ვიდეოს გენერაცია, პრომპტების დაწერა, ცალკე სპეციალობაა პრომპტების დაწერა, პრომპტ ინჟინერინგი, ხო? და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემთა ბაზებთან მუშაობა. მოკლედ, უამრავი, ძალიან ბევრი საინტერესო და ესეთი დასაქმებადი თან დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა. ესეც ერთ-ერთი ძალიან ჩემი აზრით, აი დღევანდელ საქართველოში და მდგომარეობაში საერთოდ ჩვენ ვართ დისტანციური დასაქმება, თუნდაც რომელიმე მცხოვრ კომპანიაში ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრ რაღაცებზე გეძლევა წვდომა დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე. ინტერნეტის მომხმარებელი მე პირადად ვარ 95 წლიდან და იმდენად დამაინტერესა იმ დროდან თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც საქართველოში მხოლოდ დაილაპი იყო 56 კილობიტი წამში და მქონდა ინტერნეტი მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს და პარლამენტს. იმდენად ინტერესი მე ზოგადად პირველი განათლებით ეკონომისტი ვარ, შემდეგ გავხდი ესე ვთქვათ ტექნოლოგიების მიმართულებით დავსაქმდი კიდევაც ვისწავლე ბევრი რამე
და დიდი მადლობა მინდა გადავხადოს ზოგადად IT აკადემიას, მაშინ იტვეტი იყო და მზაზეც რამოა იყო ჩვენი თემზღანელი ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიული სასწავლებელი იყო მაგ მიმართულებით და მე არ დამამიწყება მაგალითად დასაწყისში და ეს იყო ალბათ 2005, 7, 8 წლები, როდესაც სწავლება ტექნოლოგიების იმდენად დაბალ დონეზე იყო უმაღლეს სასწავლებლებში, რომ ჩვენთან კოლეჯში მოდიოდნენ კომპიუტერული მეცნიერებების TESEL-ს, TESEL TGEU ხო? თუ რა ქვია? TESEL სახელმწიფო უნივერსიტეტი და GPI ხო? პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მესამე, მეხუთე კურსის სტუდენტები იმდენად უფრო გათანამავდროებული და საინტერესო მასალები. ეგ დღესაც ეგრე ხო არ არის გალბატონული? არ ვიცი, არა, რაღაც ამ ბოლო ხანებში, თუმცა როგორ არა, შემიძლია ვთქვა, რომ ეხლა მაგალითად ლოდანში ჩავატარე 100 საათიანი ტრეინინგი, ნერის დაფინანსებით იყო ეს, მოკლევადიანი კურსი, IT პროექტების მართვა და GPI სტუდენტი იყო ერთ-ერთი 13-15 კურსზე ვარო, აღარ მახსოვს, ერთ-ერთი იყო ჯგუფის წევრი. კი, ნუ ახლა შეიძლება ოდნავ გაუმჯობესებულია, ახლა მე არ ვიცი ზოგადად მაგალითად რა მდგომარეობა იგივე GPI-ში სწავლების თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენი პროფესიული პროგრამები ძალიან კარგად არის შედგენილი და იასინში კარგად იცი, რომ იგივე ზაზასი და გიგასი და კარგი სპეციალისტების მიერ არის შედგენილი და თავიანთი საქმის პროფესიონალების სასწავლო კურსი. თუმცა მაგას გაახლება უნდა ზოგადად მივად ქართული მასალების თარგმნა უნდა, მომზადება უნდა, თუმცა დღეს უკვე ესეთი ინსტრუმენტებია, რომ თუ სტუდენტს სურვილი აქვს, თვითონაც შეუძლია კარგად შეისწავლოს. თან პოლიტიკაც ესეთია ტექნოლოგიური კომპანიების, მაგალითად Google-ის, ხო? Google ამბობს, რომ სულ არ მჭირდება თქვენი კომპიუტერული მეცნიერების დიპლომები, ჩემი კურსები გაიარე და დაგასაქმებ. ეს Google-ის გაცხადებული პოლიტიკაა და ნუ მასეც ხშირად მასეც ხდება. ანუ მე მის თქმა მინდა უბრალოდ რომ ეს ისეთი სპეციალობაა და ესეთი მიმართულებაა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ეკრანს ვერ გიზიარებ, ეგ არის ცუდი, ვერაფერ შევედი. შევედი უფრო სწორედ. კომპიუტერიდან გაქვთ პრობლემა? ხო, კომპიუტერიდან მაქვს პრობლემა. თავიდანვე კომპიუტერით მინდოდა და რაღაცას მეუბნება ეს განსხვავების ამისთვის პრობლემაა, უფრო ვიდრე ჩემი. ესე იგი GoG-დან students GoG და college GoG რატომღაც გარე ორგანიზაციებს ბლოკავენ და რაღაცა უსაფრთხოების მიზნით შეზღუდვები აქვს დაწესებული. ანუ EduG არის ჩვენი, ეხლა გარეც არ ქვია ახლა ესეთი სიტუაცია არ არის, მაგრამ რატომ უნდა გქონდეს EduG დომენთან როგორც ესეთი გარე სუბიექტთან ესეთი დამოკიდებულება, არ ვიცი, რატომ უნდა ბლოკავდეს EduG-ის დომენს, არ ვიცი. გეთანხმებით, არ უნდა ბლოკავდეს თავისთავად ცოტა, მაგრამ კარგით, მე შემიძლია ახლა კიდევ ვისაუბროთ, მაგალითად 5G-ზე ვსაუბრობდით, ან იგივე IT პროექტების მართვასთან დაკავშირებით. არ ვიცი, რამდენად საქმის ყურში ხართ, ალბათ იცით, რომ იასონის ძირითადად და მე როგორც დამხმარე ვიყავი, კურსი არის skills პროფესიონალების აგენტოს LMS პლატფორმაზე შექმნილი. ძალიან საინტერესო კურსია, ვისაც სურვილი აქვს შეუძლია გაიაროს. ეს კურსი დამოუკიდებლადაც და სერტიფიკატის გენერირების საშუალებაც არის, თუ პირობებს დააკმაყოფილებთ, რომელიც სერტიფიცირებისთვის იყო განსაზღვრული. 5G საგანთა ინტერნეტზე საუბრობთ, ხო? და დავაკონკრეტოთ, არის ის ამ პროგრამის შესახებ ზოგადად
ბევრმა როგორც ხედავ ჩემი ესე ვთქვათ ანალიზიდან ეს LMS პლატფორმა რო არსებობს საქართველოს რეალობაში, ეგეც არ იცის ძალიან ბევრმა. და იქ რომ აქ კურსებთან ერთად კიდე სხვა კურსებიც რომ არის და ბევრი რაღაც თემატიკის სწავლის შესაძლებლობა რო არის დისტანციურად, ამის შესახებ ბევრმა არ იცის. და კარგი იქნება თუ თქვენი ესე ვთქვათ საინფორმაციო კამპანიის სახით მივიღებთ ამ ინფორმაციას. კი ეს იყო ის დაფინანსებით 2 წელი თუ 3 წელიზე, 2 წელი ზედიზედ, ანუ ეს დისტანციური კურსები შეიქმნა უნარების სააგენტოს ასე ვთქვათ კოდის ქვეშ და ბევრი კურსებია მათ შორის გრაფიკულზეც რეკომენდაციას მოგცემდით, იმიტომ რომ მანდ არის ფოტოშოპის არაჩვეულებრივი კურსი, ასევე 3D იყო ვერიკოსი, აღარ მახსოვს. არა, Adobe Premiere-ის იყო, Adobe InDesign-ის კურსი, ისიც ძალიან კარგი კურსია. ერთი სიტყვით, ხო, აი ისე იასონის კურსი, 5G და საგანთა ინტერნეტი, უსაფრთხოების კურსია. ბევრი კურსებია, მე ახლა ვეძებ გეტყვით კიდევაც. ღია პლატფორმაა, მე მაგის თქმა მინდა. ყველას, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია დარეგისტრირდეს და გაიაროს ეს კურსები და ასევე სერტიფიკატი აიღოს. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ხანგრძლივობის არის ეს კურსები და სხვადასხვა მიმართულების. ისეთებიც კი, როგორიც მაგალითად რაღაცა მცენარეების მოვლა თუ მკერავების რაღაც კურსებიც არის. უმარ გავაზიარო ეკრანი, თან ვაჩვენებ. ხო, გააზიარე, იმიტომ რომ მე ვერ ვახერხებ და. აა. აი ამ პლატფორმაზე არის საუბარი. ჩანს ხო? ლილი, თქვენი ხმა დაიკარგა, მე მგონი მე რო ჩავრცე ეს. არა, მე უბრალოდ ჩემად ვიყავი. რა? რო შემოვაპარკობდი. ანუ ეს არის LMS GeoSkills G. ნაცი ლინკიც ჩავაგდოთ თუ გინდათ ჩატში, რომ გადახვიდოთ და თქვენც დაეთვალიეროთ. ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო ზოგადად და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ხარისხიანი და კარგი კურსებია, იმიტომ რომ ძალიან ისეთი კომისიები გავიარეთ და შერჩევა და ასე შემდეგ. აი არის სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა კურსები. ინფორმაციული ტექნოლოგიის მიმართულებით, აი აქ ნახავთ ამ კურსებს. სწორად ვიკრიბე, მგონი სწორად არის LMS GeoSkills-ში. ეგ არის და ნუ საკმაოდ ხო, აქ სხვათა შორის ამ კურსების შექმნის კურსიც არის, ანუ ისეც ინტერესი აქვს შეუძლია გამოიყენოს, ეს იყო H5-ის ანუ Web 3.0 ტექნოლოგიის საშუალებით H5P ესეც სახელწოდებით არის, ანუ H5P სხვადასხვა ინსტრუმენტები, აი ეს არის 5G და IoT.
ასევე ძალიან კარგი კურსი არის ხელოვნური ინტელექტის, როგორც ციფრული ხელსაწყო, ესეთი სახელწოდებით, გურამ დავით ლიძესი, HTML, CSS-ი დათო ჯანიაშვილის, ესეც ძალიან კარგი კურსი არის. მე უკვე სასტუმროს დეპარტამენტები და ასე შემდეგ რაღაც სხვა კურსები კიდევ, სხვადასხვა მიმართულების კურსები არის. ხუთი ჯის შესახებ ეს ტექნოლოგია, ესე ვთქვათ, ცოტა შევეხები მაგ კურსს ცოტათი და ასევე მინდა ეს IT პროექტების მართვა agile მეთოდოლოგიის შესახებ უბრალოდ გაგაცნოთ, რომ წარმოდგენა გქონდეთ იმის შესახებ, რას ნიშნავს agile ტექნოლოგია, მეთოდოლოგია, უფრო სწორედ, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად IT პროექტების მართვის მეთოდოლოგიისთვის შექმნილი მეთოდოლოგია, რომელიც თქვენ წარმოიდგინეთ 2015 წლიდან ძალიან ისეთი აქტუალური იყო და არის დღესაც, თუმცა მსხვილი IT პროექტები ხო ესეთი სპეციალობაა და ზოგადად IT მარტო არ მუშაობს IT. ყოველთვის არის გუნდის წევრი და შესაბამისად მას სჭირდება რაღაც ეგრე ვთქვათ რბილი უნარებით, სამის უნარები, რომელიც მას ეხმარება პროფესიულ ზრდაში, გარდა თავისი პროფესიული ცოდნისა, მაგალითად კომუნიკაციის უნარი, გუნდური მუშაობა, ბევრია ესეთი ნიში გაერთიანეს 21 საუკუნისთვის საჭირო უნარჩვევები, რბილი უნარები. მოკლედ არჩევანი ძალიან დიდია ახალგაზრდების წინ ახალგაზრდებს აქვს შესანიშნავი არჩევანი, ახლა მე ვიყო ახალგაზრდა მეც შევცვლიდი ჩემს სპეციალობას სხვა მიმართულებას ავიღებდი დღეს ფიქრობ ამაზე და ძალიან მნიშვნელოვანია დროზე მიხვდეთ იმას, და მოსინჯოთ მანამ ახალგაზრდები ხარ ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე და საბოლოოდ გაჩერდეთ იმაზე, რაც ყველაზე მეტად გაინტერესებთ, იმიტომ რომ წარმატების საწინდარი არის ზუსტად ჩემი საქმისადმი სიყვარული. ამას მოვამბობ, როგორც საკუთარი გამოცდილებიდან, ესე ვთქვათ რა. ეკონომისტი მოცდა დაინტერესდი ტექნოლოგიებით და სხვა მიმართულებით. დავსაქმდი კიდევაც და ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. დღეს უკვე უფრო ფართო არჩევანი არის. ჩვენ დროს ესეთი სპექტრი არ იყო, ასე ვთქვათ, დასაქმების შესაძლებლობების თუ თემატ პროფესიების ესეთი არჩევანი ჩვენ დროს ნამდვილად არ იყო, ხო? უფრო ვიწრო სპეციალიზაცია იყო ეს კომპიუტერის სპეციალისტი, კომპიუტერშიკი თუ IT-შნიკი თუ რა ვიცი. კომპიუტერში შენკეთებელი რუსთავის კოლეჯმა ესეთი დაწერა მაშინ მახსოვს ზე და ისინი პრიმილის მომღვრელი იყო კომპიუტერის შემკეთებელი. ანუ საუბარი იყო კომპიუტერის ტექნიკოსზე, ხო, ესეთი სპეციალობა რუსთავის მოდუსი ქვია ხო იმაში. კი ბატონო, ეხლა რა ვიცი, ეხლა მესამე პროფი ერქვა მაშინ. შენკეთებელი, ანუ ასე წარმოედგინეთ, ეგრეთ მაცივარი შეაკეთო, ესე შეიძლება კომპიუტერი შეაკეთო. მოკლედ, რა თქმა უნდა, ფართო არჩევანია, ძალიან დიდი ასპარეზია და ყველაზე მთავარი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ადამიანის სწრაფვა განვითარდეს, ისწავლოს, ეს ისეთი სპეციალური ჯერ ერთი უცხოენის ცოდნის გარეშე ძალიან ძნელია. კი, შესაძლებელია, მაგრამ უფრო მეტი ძალისხმევა შეგვიძლია ადამიანს. ამიტომ უცხოენები დაგეხმარებათ უბრალოდ მარტივად და სწრაფად გაიყვეთ, თორე იმას რო ველოდოთ, რომ ის თარგმნით, ან ვიღაცა თარგმნის კვალიფიციურად და კარგად, სამწუხაროდ ამის ადამიანის
რესურსიც არ აქვს ცოტანაირად ხო ქართულები. ეს ერთი და მეორე კიდევ არც მთავრობის მხრიდან არის რაღაცა მზაობა იმისკენ რომ რაღაცა დაფასდეს ეს თუ შეიძლება რამე იმედი შეიძლება რაღაც სხვა რაღაცაზე ბაზარი დაგვირეგულირებს კი ბატონო კი ბაზარი თვითონ დარეგულირებს თუ იქნება შესაბამისი პირობები და თავისუფალი ბაზარი ამასაც მნიშვნელობა ხო აი რაზე მინდოდა კიდე მელაპარაკა ეს არის რომ ეს გარდა პიროვნული თვისებების ხო რაღაც ისეთი აი სწრაფვა სიახლეების თან შეგუება ცნობის მოყარეობა განვითარების გზების მოძებნა ასევე IT ისეთი მიმართულება კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ აქ ადამიანი მარტო არ არის მას ყოველთვის სჭირდება რაღაცა გუნდური მუშაობის პროდუქტი საბოლოო პროდუქტი თუნდაც ქსელის შექმნა ხო ორგანიზაციაში სადღაც რადგან ქსელებზე და იმებზე გვაქვს მარტო ადამიანი არ მუშაობს ხო ესე მას სჭირდება კიდე გუნდი ანუ ადამიანები რომლებიც მასსავით ფიქრობენ მასსავით აქვთ რაღაც გამოცდილება და დღეს ისეთი გარემოა შექმნილი ზოგადად ეს არა მხოლოდ ჩვენ სახელმწიფოში არამედ ზოგადად რომ რაღაც უფრო კომპლექსური მიდგომაა ყველგან საჭირო და ასევე ძალიან ბევრი მარჩვევა იმისთვის რომ იყო მარჩევის გამუშავება იმისთვის რომ იყო წარმატებული აი მაგალითად IT პროექტების მართვა ახლა სოფტი ხო ძირითადად ну საერთოდ agile მეთოდოლოგიაზეც მე ამბობდი ეს არის სოფტის შექმნისთვის მაგრამ სხვა მეთოდოლოგიებისგან განსხვავებით სამუშაოების დაგეგმვა შესრულება ხდება ძალიან მოკლე დროში. დაახლოებით 2 თვე მაქსიმუმ რაღაცა მზა პროდუქტი უნდა დაიბეს. და აქ ბევრი რამეა IT პროექტის მართვის ანუ მმართველზე, მენეჯერზე დამოკიდებული. თუნდაც იმ სწორად ადამიანების შერჩევა, მე გუნდურობის ესე ვთქვათ, გზნობის შემუშავება თუ ჩამოყალიბება იმისთვის რომ პროექტი იყოს წარმატებული. არ არის მარტივი საქმიანობა, ზოგადად თუნდაც რაღაცა სოფტის ვებგვერდის შექმნა თუ გინდა. ახლა არ ლაპარაკობ WordPress-ზე რაღაც ინფორმაციულ გვერდებზე, არამედ ლაპარაკობ სერიოზულ ვებგვერდებზე, ხო? სადაც ფუნქციონალიც რთულია და კი, ხელოვნური ინტელექტი ძალიან ბევრ რაღაცას ამარტივებს, მაგრამ პროფესიული გადამოწმება უნდა ყველაფერს და შესაბამისი ცოდნაც უნდა იმისთვის, რომ შექმნა რაღაც ღირებული პროდუქტი. ანუ ზოგადად ნებისმიერ საქმიანობას და IT-საც, ხო, მიზანი არის რაღაცა ღირებულების შექმნა. ანუ ღირებულების არ მხოლოდ მატერიალურის, მაგრამ ერთ-ერთი მატერიალურია, რომ გაიყიდოს ეს პროდუქტი და ადამიანებს რაღაცა სარგებელი მოუტანოს, ხო? და სარგებელი არის მატერიალურიც და არის არამატერიალურიც ძალიან ხშირად. და IT პროექტების მართვაში, ანუ ღირებულებაა მაგალითად იგივე კარგი გუნდის ჩამოყალიბება, ხო? რომელიც მუშაობს ძალიან ესე სწრაფად, მიზანმიმართულად და ქმნის კარგ პროდუქტს. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია ზოგადად რა, სწორად შერჩეული ადამიანები, სწორად განსაზღვრული მიზნები, ჩამოყალიბებული და ამ მიზნების ამოცანების გადაწყვეტა და მიზნის მიღწევა. Agile მეთოდოლოგია უკვე ვთქვი, რომ ძალიან მოკლე მეთოდოლოგიაა, თუმცა დღეს აღარ არის საკმარისი მხოლოდ agile, როგორც წესი
უფრო კომპლექსურია და ჰიბრიდული, შეიძლება ესე ვთქვათ. მაგრამ soft-თან მიმართებაში, ან soft-ის ან web-ის ან რაღაც ესეთის შექმნისას agile-ი მეტწილად agile-ს იყენებენ. ანუ რისგან შედგება ეს agile-ი? ძალიან მოკლედ შემიძლია კითხვა და მე მგონი მარტივად შეგვიძლია აღიქვათ ეს. ანუ Scrum Master, ან Scrum-ი ესეც რაღაც ამოცანის შესრულება და ყოველდღიური სპრინტები, ან სპრინტი რაღაც ეს სწრაფი. და ანუ Kanban მეთოდოლოგია, Kanban დაფასებს ეძახიან მაგას, ანუ ამოცანები არის საბოლოო მიზნის მისაღწევად, ამოცანები არის Scrum-ებად და დაყოფილი შესაძლებელი ამოცანებად და თითო Scrum-ი არის სპრინტებისგან, ყოველდღიური სპრინტებისგან შექმნილი. ნუ ყოველდღიური შეხვედრა სჭირდება პროექტის მენეჯერს, რომ სამუშაოები გადაანაწილოს. და ეს მე არის როგორი დაყოფა, ანუ შესრულებული სამუშაოები, გასაკეთებელი სამუშაოები და პროცესში რომელი არის. ძალიან მარტივი დაფებია, ეხლაც რომ ისეთ მაგალითად Kanban board ძიებაში მიხვდებით თუ რა ვიზუალურად არის ეს დაფები შექმნილი. ეს ყოველდღიური ამოცანები თქვენ ცხოვრებაშიც, ანუ ყოველდღიური ცხოვრებაში შეგიძლიათ ეს მეთოდი გამოიყენოთ, იმიტომ რომ ძალიან ვიზუალურია, ანუ ფერების მიხედვით არის გასაკეთებელი, მაგალითად სასწრაფოდ წითელი, გასაკეთებელი, მწვანე გამომავლოდ უბრალოდ პროცესში წითელი ამოცანები ან სპრინტები, რომელიც გასაკეთებელია, მწვანე სამომავლოდ გასაკეთებელი და უკვე შესრულებული მაგალითად პროექტი, ხო? ძალიან ამარტივებს ვიზუალურად აღქმასაც და იმ მოცულობასაც, რაც არის შესაძლებელი იმისთვის, რომ მიაღწევოთ მიზანი, გააჩნიეთ ხო თქვენი პროექტის მიზანი საბოლოოდ რა არის. იმ კომპლექსურობაზე საუბრობდი და ძალიან ხშირად არის ზოგადად agile მეთოდოლოგიაში ისეთი სიტუაციები შექმნილი, როდესაც მაგალითად ჭირდებათ უცხო ადამიანის ჩართვა, ექსპერტთან რაღაც საკითხის გავლა. და ესეც ძალიან ესეთი რაღაც რისკებთან არის, ხო? ზოგადად პროექტი რო იწერება, რისკებიც ფასდება, რისკების ალბათობაც ფასდება. რამ შეიძლება შემიშალოს ხელი და რა შეიძლება დაუჯდეს ეს გუნდს, ან კიდევ ჩართულ მხარეებს ამოცანის შესრულებისას. წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი ერთი სიტყვით და ის შესაძლებელი რისკებით შეფასებული და პროექტის წერისას ეს აუცილებლად იყოს განსაზღვრული. გარდა მაგისა, როდესაც უკვე გუნდი ჩამოყალიბებულია, ასევე მნიშვნელოვანია შეფასება. ზოგადად პროექტი 5 ძირითადი ეტაპია, ნებისმიერ პროექტთან მიმართებაში ხდება IT-ც თავისი სპეციფიკა აქვს, თორე იგივე პროექტია, თუნდაც სამშენებლო პროექტი რო შეიძლება. ერთი მეთოდია მოძველებული მეთოდი, ან კიდევ რომელსაც ასევე მშენებლობაში იყენებენ, ეს არის waterfall-ი, ანუ წყლის ჩანჩქერი, შეიძლება ესე ვთქვათ, ანუ აქ როგორი მიდგომა ესეთი, რომ საჭიროება და საქმეს აკეთებ. მაგრამ აქაც თანმიმდევრობა აქვს საჭირო, ხო, ჭერს ვერ ააშენებ, ან სახურავს ვერ გააკეთებ, საზრდოელი არ აქვს ჩადებული. და agile ტექნოლოგიაში თქვენ წარმოგიდგენთ, რომ ეს შესაძლებელია, agile მეთოდოლოგიაც ის მაგალითად, რა ვიცი, დიზაინი შეიძლება დახატო თუ ჯერ არ არსებული აპლიკაციის, ხო? ან კიდევ უბრალოდ გააკეთო რაღაც შექმნა დრაფტი და გატესტო. და ახლა მშენებლობაში მაგას ვერ გააკეთებ.
მოკლედ ძალიან საინტერესოა სხვათა შორის Netflix-ის მაგალითი, აი agile მეთოდოლოგია როგორ გამოიყენა Netflix-მან და როგორ მოახდინა ძალიან სწრაფად თავისი საქმიანობის გადართვა, იმიტომ რომ საერთო ჯამში Netflix იყო დაკავებული კომპანია mail delivery-ით. ანუ ის მქონდა წერილები და ამანათები ამერიკაში. მაგრამ დღეს ის არის სტრიმინგის გიგანტი, ხო? და აი როგორ სწორად ანუ უბრალოდ DVD დისკები მქონდა მეილით მომხმარებლებთან სახლებში და ამ მოდელს სჭირდებოდა საწყობი, მანქანები, ლოჯისტიკა, ფიზიკური რაღაც შრომა, ხო? ნუ საერთო ჯამში Netflix-მა ისქნა თავისი სტრიმინგით, რომ DVD დისკების გაყიდვები დაეცა კატასტროფულად. რეალურად შეიქმნა პრობლემა შეუქმნა ამ კომპანიებს. დღეს ახლა DVD დისკებს ძალიან შეადარო კატასტროფული ვარდნა აქვს. Netflix-ის შემდეგ. და Netflix-ის იდეა იყო ზუსტად ეგ, რომ ინტერნეტში განეთავსებინა, თუნდაც იგივე DVD დისკები ჩაანაცვლა სრულად, ჩაანაცვლა ტელევიზიები სრულად, შეიძლება ესე ვთქვათ, და ამით მილიონობით შემოსავალი შეეძლო. და ეს ანუ მთავარი და ესე ვთქვათ იდეა იყო მაგათი ზუსტად ეგ, რომ delivery ან სერვისი ჩაანაცვლა online streaming-ით. შექმნა ამისთვის ბიზნეს მოდელი და ტექნიკური არქიტექტურა, ანუ იგულისხმება ქსელი ტექნიკური შესაძლებლობები იმისი თუ რა. და რა გააკეთა? კატასტროფული სისწრაფით მოხდა ამ სერვისის ჩანაცვლება და სწორად შექმნილი ფოკუსი სტრატეგიის იყო ძალიან ესეთი სტრატეგია ჰქონდა ძალიან მარტივი რა. სისწრაფე იგებს. სისწრაფე იგულისხმება ეხლა სად შენ დისკზე ჩაწერ, მერე მიიტან, მერე და სტრიმინგი კიდე ნებისმიერ შემთხვევაში სტრიმინგი სწრაფია, ხო? შედარებაც არ შეიძლება იმდენად სწრაფი სერვისია, სხვა დანარჩენებს რო შევედარო. და აქ ძირითადი 4 ესე ვთქვათ მიმართულება იყო Netflix-ის ტრანსფორმაციის, ახალი პარადიგმის შექმნა. ეს ძალიან კრიტიკული, კულტურული და ტექნიკური საფუძველი ჰქონდა ამას ყველაფერს. ან ინსპირაცია ბევრი ორგანიზაციებისთვის დღეს. პირველი რა იყო? ეს იყო თვითონ ორგანიზაციაში ინოვაციების კულტურის ჩამოყალიბება. ორგანიზაციას გულისხმობ Netflix. 4 კულტურული საფუძველი შეიძლება ესე იყოს. ანუ ძალიან სწრაფად მოხდა Netflix-ის ადაპტაცია და სწრაფი, ანუ ძალიან ესეთი გახდა კონკურენტუნარიანი, ინტერნეტთან შედარებით, თავისთავად მონაცემების ანალიტიკა, ანუ ესენი ყოველთვის მონაცემების ანალიტიკის საფუძველზე დებოდნენ გადაწყვეტილებას და ეს მაგათი თავარი სტრატეგიული არჩევანია, შეიძლება ესე ვთქვათ, Netflix-ის. მერე დეცენტრალიზირებული გადაწყვეტილებების მიღებაო. ანუ ყოველთვის გუნდი რეაგირებს ძალიან სწრაფად საჭიროებაზე რაღაც
რეგულაციების გარეშე და რეაგირება ხდება ძალიან სწრაფი გუნდის მხრიდან და არაფერი არ არის ესეთი რეგულირებული წესებით და რაც როგორც წესი ზღუდავს სიჩქარეს შეთანხმება გადაწყვეტილებების და ასე შემდეგ და agile self-service-ო ანუ ესეთი სახელწოდებით არის მათ ყველას აქვთ ესე ვთქვათ ეს agile-ის მეთოდოლოგია საფუძვლად აღებული და იმიტომაც მოხდა ესეთი წარმატებით მათი საქმიანობა წარმატებული საქმიანობა თავისუფლება და პასუხისმგებლობა ეს არის მაგათი ძირითადი მესიჯი ესე ვთქვათ ანუ მათი ძალის პარადოქსი არის აბსოლუტური თავისუფლება კომბინირებული ასევე სრული პასუხისმგებლობასთან ერთად. ანუ თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად ერთი ხედვის, ერთი სოფხედველობის ადამიანები გაერთიანდნენ ამ საქმიანობისთვის და რამხელა წარმატებას მიაღწიეს. დღეს ახლა Netflix-ი ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა. ფილოსოფია, საკუთარი ფილოსოფია აქვს და საკუთარი კულტურა აქვს ამასთან შედარებით. ამასთან მიმართებაში შექმნილი. და ერთ-ერთი უკვე ვთქვი, რომ მათი დეცენტრალიზაცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ სისწრაფეს მიღწევაში. ანუ ცენტრალიზებული არაფერი არ იყო. რა იყო აქ წლების მანძილზე დაგროვილი, თავისთავად ცხადია ღრუბლოვანი არქიტექტურა, ანუ ყველაფერი ღრუბლებშია Netflix-ის შემდეგ მიკროსერვისი, მასშტაბირებადი მიკროსერვისი, ანუ უამრავი სერვისები მუშაობს დამოუკიდებლად და დამოუკიდებელი ტექნიკური მხარდაჭერა აქვს ყველა სერვისს, Netflix-ის ყველა სერვისს. და ასევე ყველაფრის ავტომატიზირება ტესტირებიდან გამოყენებამდე ავტომატიზაცია ქმნის სიჩქარეს და საიმედოობას. სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა თქვენთვის, თუ რამე კითხვები გაქვთ, გისმენთ და კითილი, საინტერესო იყო, ქალბატონი, ძალიან დიდი მადლობა. ზოგადად, რა თქმა უნდა, ავტომატიზირებული სისტემების შექმნა ყველა დარგის ესეთ მისწრაფება არის, როგორც ასეთი. ყველა ცდილობს, რომ საწარმოო პროცესები იქნება თუ სხვა პროცესები თუ სერვისები ეს ავტომატიზირებული იყოს, რაც საბოლოო ჯამში ამცირებს ხარჯებს, ამცირებს დროს და აღზრდის ეფექტურობას და ზრდის ეკონომიკას ზოგადად და ბევრი სიკეთე მოაქვს. რა თქმა უნდა. და ეს ავტომატიზირებული სისტემები რომ შეიქმნას, ამას კომპლექსური მიდგომები ჭირდება, მრავალ მხრივ განვითარებული და განათლებული კადრები ჭირდება, რომ ეს სისტემები შეიქმნას. მარტო ერთი და ორი ადამიანი ამას ვერ აკეთებს, ბუნებრივია. ამ პროცესის დანერგვას და განხორციელებას ჭირდება დრო და ბევრი თავი. მაგრამ საბოლოო ჯამში სიკეთე გადაწონის იმ დახარჯულ ენერგიას, რაც იხარჯება ამ პროცესში. ასეა, ხო? ნამდვილად ასეა. და ძალიან საინტერესო დროში ვცხოვრობთ ახლა 5G-ზე. მართლა გირჩევთ, იასონა ძალიან ბევრი და საინტერესო მასალები განათავსა დისტანციურ კურსზე. 5G, ხელოვნური ინტელექტი ქმნის ფაქტურად ჩვენ ვდგავართ რევოლუციაც არ შეიძლება ამას დავარქვათ. ალბათ უფრო მკვეთრი ზურების წინაშე ვდგავართ. კაცობრიობაზე მაქვს საუბარი. ახლა ეს რამდენად მოაღწევს ჩვენამდე არ ვიცით, მაგრამ
ზოგადად მოაღწია კიდევაც და მოაღწევს მომავალშიც რა თქმა უნდა ეს პროცესია მხოლოდ იწყება ეს პროცესი ხო ეხლა ჯერ არ ჩამოვჩეთ კი ბატონო არ უნდა ჩამოვჩეთ გეთანხმებით განსაკუთრებით ეს ხელოვნური ინტელექტის ანუ ჩვენ სპეციალისტები ვერ ვასწრებთ თვალის და ყურის დევნას იმდენი პლატფორმები და იმდენი ინსტრუმენტები იქნება ერთდროულად ისეთი ისინი იყო ვიცი ხო ადრე თუ ვითხოვდნენ Word და Excel-ის ცოდნას ასე თქვა როგორც მინიმალური კომპეტენციები ინფორმაციულ წიგნიერებაში ალბათ სულ მალე ჩაემატება ამ მოთხოვნებს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ცოდნა ხო თან იქნება და იქნება ძალიან ბევრი ახალია და პლუს კიდევ ძალიან კარგი ინსტრუმენტებია თუ გინდათ სწავლებისთვის თვით სწავლებისთვისაც ძალიან კარგი პლატფორმებია რომლით შეგიძლიათ გამოიყენოთ აი თქვენი სწრაფებების ან თქვენი მიზნების მისაღწევად რა ვიცი თუ სრულიად შემიძლიათ რამდენიმე პლატფორმა გაჩვენოთ კიდევაც ან კიდევ უბრალოდ ლინკები შეგიგდოთ და თვით დასწავლისთვის ისეთი ერთ სიტყვით ახალგაზრდებს წინა გაქვთ ყველაფერი და მე წარმატებითი სული წარმატებულ და დამოუკიდებელ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას და თავისუფლება არის საწინდარი ყველაფრის აბსოლუტურად იმიტომ რომ არათავისუფალ გარემოში არ იქნება არაფერი ამის თქმა მინდა რა ვიცი თუ შეკითხები ამ ნოტაზე შეგვიძლია ასე თქვათ წარმატება ვცდილობთ ახალგაზრდებს კი ბატონო ახვამდის დიდი მადლობა უღრესი მადლობა ქალბატონელი თქვენი დროისთვის ჩართულობისთვის მადლობა ახვამდის ბატონო იაზონ